გვეუბნებიან, რომ უნდა ამოვხსნათ და ავაგოთ განტოლების სისტემის გრაფიკი. პირველი ალბათ, რასაც თქვენს შეამჩნევდით, არის ის, რომ შესაძლებელია ცვლადების დამატება და გაბათილება, მაგრამ პირდაპირ 4x და 2x ვერ დაუმატებთ ერთმანეთს, ანუ მათი დამატებით არაფერი არ გაბათილდება, თუმცა შეგვიძლია 2x-ი გავზარდოთ ისე, რომ მივიღოთ -4x-ი. თუ ამას გავაკეთებთ და გავზრდით მას -4x-მდე, მაშინ შეკრების შემთხვევაში ისინი გაბათილდებიან და ეს გამოგვადგება. ამისთვის მოდით მეორე განტოლება გავუმრავლოთ -2-ზე. ანუ განტოლების ორივე მხარეს ვამრავლებთ -2-ზე. რა თქმა უნდა, შეგვიძლია და მივიღებთ -4-ს, აი აქ. რა თქმა უნდა, აუცილებელია რომ განტოლების ორივე მხარე გავამრავლოთ ერთი და იგივე რიცხვზე, იმისთვის რომ შინაარსი არ შევცვალოთ განტოლების. ანუ ორივე მხარეს ვამრავლებთ, ვიღებთ -4x-ს, აქ ვიღებთ -2 გამრავლებული -y-ზე ვიღებთ +2y, +2y უდრის -5-ს, -2.5 გავამრავლოთ -2-ზე, ვიღებთ -5-ს. ესე იგი, ორივე მხარე გავამრავლეთ -2-ზე, ახლა მოდით ეს ზედა განტოლება გადმოვწეროთ ქვემოთ. 4x - 2y უდრის 5-ს, ახლა შეგვიძლია უკვე დავიწყოთ გაბათილება. შეხედეთ, -4x და x-ი გაბათილდებიან, გააბათილებენ ერთმანეთს. იმ შემთხვევაში თუ დაუმატებთ ამ ორ განტოლებას ერთმანეთს, ანუ მეორე განტოლების მარცხენა მხარეს თუ დაუმატებთ პირველი განტოლების მარცხენა მხარეს და მარჯვენა მხარეს, ამ შემთხვევაში მივიღებთ, რომ -4x და 4x ერთმანეთს გააბათილებენ. ესენი გაბათილდებიან, დარჩება 0, შეგვიძლია დავწეროთ პრინციპში 0 და გვაქვს +2y და -2y-იც გააბათილებენ ერთმანეთს, აქაც დაგვრჩება +0, 0y და -5 და 5-იც გააბათილებენ ერთმანეთს, რაც ასევე დაგვრჩება 0. რაც პრინციპში სიმართლეს შეესაბამება, თუმცა უცნაური არის, ანუ არ გვრჩება ხოლმე ესე განტოლებათა სისტემაში პასუხი 0 უდრის 0-ს. იმიტომ რომ ყველაფერი გააბათილა. მოდით გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს, ავაგოთ გრაფიკი ორივე განტოლების შემთხვევაში და ვნახოთ, რას გვეუბნება 0 უდრის 0-ს. როცა ამოვხსნით ამ განტოლების სისტემას, გვაქვს პასუხი 0 უდრის 0-ს. მოდი ავაგოთ პირველი განტოლების გრაფიკი, აი ამ ლურჯად მონიშნული განტოლების გრაფიკი. გვაქვს 4x გამოკლებული 2y უდრის 5-ს. გამოვაკლოთ 4x-ი ორივე მხარეს, აქეთ ესენი გაბათილდება 4x და -4x-ი. დაგვრჩება -2y უდრის -4x დამატებული 5. ეხლა ორივე მხარე გავუყოთ -2-ზე, ყველა წევრი გავუყოთ ფსტერთ -2-ზე და გვექნება ეს მინუსორები გაბათილდება, გვექნება y უდრის 2x გამოკლებული -2/5. მოდი ავაგოთ გრაფიკით, y ღერძის კვეთა იქნება -2 კოორდინატებით წერტილში კოორდინატებით 0 და -2/5. 0 და -2/5. და ვნახოთ როგორი იქნება გრაფიკი, როცა გადავდივართ მარჯვნივ ერთით, მაშინ ავდივართ 2 წერტილით ზევით. ანუ როცა გადავდივართ კიდევ ერთით მარჯვნივ, 2 წერტილით ზევით ავდივართ. ანალოგიურად პირიქით, როცა ქვევით ჩამოვდივართ ერთით, 2 წერტილით ქვემოთ ჩამოვდივართ. ესეთი იქნება დაახლოებით ესეთი იქნება წრფე. ეს არის ზემოთა განტოლება. მოდი დავხაზოთ ქვემოთა განტოლება. ეს ქვედა განტოლება იყო 2x გამოკლებული y უდრის 2.5-ს. უდრის 2.5 და შეგვიძლია გამოვაკლოთ ორივე მხარეს 2x-ი. და დაგვრჩება ესენი გაბათილდება, გვექნება -y უდრის 2.2x დამატებული -2x დამატებული 2.5. მოდით გავამრავლოთ ეს ყველაფერი -1-ზე, გვექნება y უდრის 2x გამოკლებული 2.5. მოდით ვცადოთ ავაგოთ ამის გრაფიკი და თქვენ შეამჩნევდით რაღაც საინტერესოს აი ამ ორ განტოლებას შორის რაღაც საერთო არის, მათ აქვთ y-ის კვეთა ორივეს -2.5-ზე და დახრილობაც აქვთ იგივე. ანუ წრფე იქნება ზუსტად იგივე. ანუ ერთმანეთზე იქნება ეს ორი წრფე, ზუსტად ერთი და იგივე განტოლება გვაქვს. ერთმანეთზე ზის ეს ორი წრფე, ანუ მათ ექნებათ უსასრულო რაოდენობა საერთო ამონახსნების ამ ორ განტოლებას და ეს 0 უდრის 0-ს ზუსტად გვეუბნება ამას, რომ ეს ხაზები არის ერთი და იგივე, ანუ მათ აქვთ ამოხსნების უსასრულო გზა, ნებისმიერი წერტილი ამ წრფეზე, რომელიც არის ორივე წრფის წერტილი. ანუ ნებისმიერი თუ აკმაყოფილებს ერთ განტოლებას, თუ ზის რომელიმე წრფეზე, მეორე წრფეზეც აუცილებლად იქნება და აუცილებლად დააკმაყოფილებს მეორე განტოლებასაც. ანუ ესენი ერთი და იგივე წრფეებია.